ჩვენ ნაკრებიდან ვინ მოგწონს ყველაზე მეტად? მიქაუტაძე, იმიტომ რომ მე მგონი ჩემი ბიძაშვილია. ავედით აბა, ეს უნდა მოვიგოთ 86-ით 1. იწარა გოლი გაიტანა ჩემი ჩაკვე. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ. მოგესალმებით, ჩვენ უკვე ჩამოვედით თბილისში 0-3-ის მერე, დღეს უკვე 23-ში თამაში საქართველოს სომხეთი და ეს თამაში კალათბურთში გადაიზრდება, ამიტომ ვარ ესე. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი სპონსორია ლიდერ სპორტი და კიდევ ერთი ახალი დამეგობრებული კომპანია ყავს, პორტალი, სადაც ჩავასხავთ ბენზინს და გავეშურებით სტადიონისკენ. ვა! აქაც დაგვიხსნეს ნომრები? ეს რა მანქანა, ქართული ნომრები? სომხური ნომრები. აქაც დახსნილია. ესეც სომხური მანქანა. ვა, ანუ შურისძიების მომენტია, რომ ერთი ცალი მოუხსნეს და გადააგდეს. თუ მართლა ეგრეა, რომ რადგან ერევანში ხსნიდნენ, ჩვენც აქ სამაგიერო გადაუხადეთ და დაუხსენით, მე მგონი სამაგიეროთი არ უნდა უპასუხოთ. ესეა სწორი. წავედით. ავედით აბა, ეს უნდა მოვიგოთ 86-ით 1. ან 0. კალათბურთის ანგარიში. იმიტომ ვარ ესე, რა ხვაზე ხარ, მაგარი მიგნება. შემოსულა სტადიონზე და მე-4 წუთზე გავიდა გოლი. დამაცადე შემოსულა. მეორე გოლიც გავიდა. მე მგონი ფორმატ ყველა არ მაცია კალათბურთის. ესე იქნება. არ გეწყინოთ უბრალოდ. რა ვქნა. აი ნაკრები ყავს. ცოტა გაურკვევლობა იყოს, ხვები იჯდნენ ჩვენ ადგილას. ცოტა გვიან გავერკვიეთ. ასე რომ ახლა დავიწყებთ მიმოხილვას. 2-0-ია უკვე. სანამ ადგილზე დავჯექი 2-0-ია. აი იქით რატოა გაუქმებული არ ვიცი. უჩინ-მაჩინები ესწრებიან. იწარა გოლი გაიტანა ჩემი ჩაკვე. იმენა ახატეს ბიჭებმა. ყველა მიქაუტაძე ჩაკვე. მე თყილა არ ჩამეცვია მართლა დედასპირსავა. აბა სამქულიანები წავიდა ახლა. მე კარეს აღარ უნდა უკვე თამაში, იტყიებს რაღაცებს, რომ მე აქ აღარ ჩავდგებიო რა. ფერატკანიანი სომეხი გაბრაზდა, დაგვიმტრია კიტე. ნუ ხეშობ ძმაო, არა უშავს. ვისაც წაუგია, ჩვენს წაგვიგია ესპანეთთან, შვიდით. მე მგონი ეხა პირიქით რეკორდი უნდა მოხსნათ ჩვენ მოგების. წაგების რეკორდი ხო გვაქვს, ეხა მოგების რეკორდი გვაქვს. შაკვე და კვარა დგანან ბურთთან. ეს ვიდეო გამოდის თამაშის მოკლე მიმოხილვა ეხა. ერევანივით ვიდეო ვერ არის ხო. აბა გაათამაშა. ის საუშენგენაცვალე. ძალიან კაი სტანდარტულის გათამაშება იყო, მოგწონს. ვარჯიშია რა ეს. ვიყვარს საქართველოს ნაკრები და ვარჯიშზე ვესწრებით ხოლმე. ბიჭო, დავай. აბა რა, ნახე რას უშვება. ჩაკვე გიჟი ხარ. მაინც კაია. ზინედინ ზიდანის ფინტი იყო. კაია ძმა 4-0-ზე ეს რო ფინტებს ვაკეთებ, 0-0-ზე რა ფინტებს გააკეთებს ხო ხდები? არა. დარტყმები აქ ყარას. წავიდა. ესეც რა, ბარემ კალათბურთი ვეთამაშოთ, მაგის დედაც ხო. მესამე გოლი შეიძლება გაიტანა. ძალიან კაია რომ ერევანში წავედი, ცოტა ვინერვიულე პირველი წუთები.
აუ, კაროჩე ძალიან დაგვაჯდნენ რა. მენა დაგვაჯდნენ. ბარამ გამაზა რამდენიმე დათქვა. პარას გოლი გვინდა. ძელს მოხდა ბურთი, მე ძელი მქონა დადებული. შენ მითხარი ხა რა შანსები აქვს სომხეთის ეროვნულ ნაკრებს? ამ ეტაპზე სულ რაღაც 9 გოლი უნდა და შანსები არის. 45 წუთია წინ. ხო, მე უკვე გადავედი იმათ საგულშემატკივრო. მე ჩვენ ნაკრებიდან ვინ მოგწონს ყველაზე მეტად? მიქაუტაძე, იმიტომ რომ მე მგონი ჩემი ბიძაშვილია. ის სად არის, რა ქვია, ტოპე სად არის? არ უყვარს ფეხბურთი. ტოქსიკური სიყვარული. აბა რა ანგარიშით ვიგებთ? 82-ით 6. მადლობა მუშმატყივარი ვკითხოთ, ხო? 10 ხოლა რამდენამდე იცი? 5 უკვე არის, 6, მერე 7 8 9 10 ხო, აი იყოს 10 რა. აბა რა ანგარიშით დამთავრდება? ხოლა რამდენამდე იცი? 100 100-მდე იცი? ცოდოები არიან. 15-ით 0? აი, იყოს 15. აბა რამდენით 0-ს მოვიგებთ? აი ბურთს შეხედე და უფრო მიხვდები. 11 ნოს ყველა გაიტანს. 11. ყველა გაიტანს. შენს ვფიქრობ. სადღაც 27. ვინ გაიტანს ყველაზე როს? ვინ გაიტანს და მიქაუტაძე? აი რამდენს? 12-ს. 12 კი ბატონო. აბა წავედ. ნახოთ, აი მეორე ტაიმში ალბათ დებიუტი ექნება რამდენიმე ფეხბურთელს, იმიტომ რომ ამ ანგარიშზე თუ არ შემოიყვანა, სხვა რა ანგარიშზე უნდა შემოიყვანოს ახალი ფეხბურთელები. დაიწყო მეორე ტაიმი. ბიჭებს ცივად, მე მეშინია რომ არ გაცივდნენ ესენი რა. ისეთი თამაში მიდის. ვარა რებს აკეთებს ჩემი თუ. მოჩეთის. რა გოლი გაგვიტანეს ბოზიშვილი. არა, ეს 5 სუდრიდა რა, ისეთი გოლი. 5 გოლიანი იყო ეს გოლი. მართლა მაგარი გოლი იყო. რაღაცა ისე გამოვიდნენ მეორე ტაიმზე რა. დავაი ვიტანთ ეს კიდე. ხურია. მეტი კუთხური. ყველა თამაშზე მიწყდება ხოლმე ხმა. ეხლა ძალიან კაი ხმა მაქვს. მიქაუტაძემ ძალიან გაასწრო კვარას უკვე. კვარას ასატანი აქვს ბევრი რომ დაეწიოს. სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ძალიან გაამართლა ესე. მაგარი. აბა რა, კვარაზე ბაზრობი წება. აბა რა. არა გოლის გარეშე ახლა არ წავიდოდა. მოგლიჩიძე რა მაგარი კაცია. ტანკი. მაგარი მწვენია. ესეც ასე დასრულდა მატჩი დიდი ანგარიშით მოვიგეთ და მადლობა ბიჭებს სექტემბრამდე ვემშვიდობებით. მანამდე ამხანაგური თამაშები იქნება, ამხანაგურებზეც მე ვეცდები რომ ესე გულშემატკივრის მხრიდან მაქვს ხოლმე ვიდეოები და ვეცდები რომ იქნება კიდევ ერთხელ სადო აკრედიტაციის აღება და ამხანაგურ მატჩებზე მაინც მოვახერხოთ ცოტა შიგნიდან გადაღება რა. თუ გამოვა ძალიან კაი იქნება. დავწეროთ კომენტარებში თუ გინდათ რომ ცოტა შიგნიდანაც გადავიღოთ რაღაცეები. აბა დროებით არხი გამოიწერეთ. დაგოცეთ.